5 იანვარს ზუგდიდიდან მესტიისკენ მიმავალ გზაზე მოხდარ დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულ ორ პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ-მკვლელობას, ყაჩაღობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ცესსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას ედავება. დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გირაოს თავაზობდნენ, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით. მოცემულ ეტაპზე მოგახსენებათ, რომ წარმოდგენილი არის მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილი იქონდეს ბრალდებულებს, რაც შეეხება ის გარემოებას, თითქოს მკვლელობის დროს ასევე ნახსენებია ის გარემოება, რომ ნარკოტიკულ საშუალებების მოთხოვნა იყო და შესაბამისად აქედან გამომდინარე განხორციელდა სწორედ აღნიშნული იქმედება ბრალდებულებისგან. მოგახსენებათ, მოცემულ ეტაპზე მსგავსი რამ არ არის გამოკვეთილი და შესაბამისად ყველა კუთხით მიმდინარეობს გამოძიება. განზრახ-მკვლელობაშია გასაგზავნილი და ეს ამბობს, რომ თავდაცვის მიზნით მოგერიების მიზანი სულ სხვა და განზრახ-მკვლელობა სულ სხვა. რის განიცავდა თავს, ანუ თავს ესხმოდა? თავს ესხმოდა დანი წამოვიდა. ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი იყო გირავ. საპატიმრო გირავ. მე ახალი რა გიქნა. განსაჩივრებას არაფერი. სასამართლოს არ ქონდა იმის საშუალება, უფრო მსუბუქი აღკვეთილიზებაზე ემჯერა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, უკვე წარმოდგენილი მტკიცებულებები დასტურდება, რომ ბეჟანიჩკა თუ არის უდანაშაული. არანაირი კავშირი არ აქვს არც მკვლელობასთან და არც მის მოქმედებაში ყაჩაღობის შემადგენლობა აბსოლუტურად არ არსებობს.